ჩვენ ზოგადად გვინდა რომ მომავლის თბილისი დავინახოთ, ხვალდაზე არაფერი არ შეიძლება, როგორც გითხარით, ეს არჩევნები არ არის, რომელსაც ფუნდამენტური ცვლილებები მოყვება. ჩვენ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ არჩევნებში უბრალოდ წარმოვიდგინოთ, ჩვენ რა გვენდომებოდა, რა იქნებოდა, ჩვენ რო გქონდეს ის ძალაუფლება, რომელიც ხშირად არ მოიპოვება ამ არჩევნებით, სხვა არჩევნებით მოიპოვება და რა იქნებოდა კარგი ამ ქალაქისთვის. პირველი არჩევანი რო აგირჩიონ მეორე დღესაც უნდა გააკეთო არის ის, რომ გაარკვიო ქართულ ოცნებასთან რა ურთიერთობაში ხარ. იმიტომ რომ ისინი არიან მთავრობაში, შენ ხარ თბილისის მერი, შესაძლოა პირველად უნდა გაარკვიო, რომ რაზე შეიძლება შეთანხმება. მეორე რაც შეეხება და ამის მერე რაც გაკეთებ, ამ პასუხზეა დამოკიდებული. ასევე, როდესაც ყველანი ვსაუბრობთ საცობებზე და ასეთ ტიპის ინფრასტრუქტურულ რაღაცებზე. და ამის გადაწყვეტად შემოგთავაზეს ტრამვაის ავაშენებთო. ხო, უბრალოდ არაფერ შუაში არ არის. მართლა დიღომში ხო არ შეიძლება ტრამვაი გადადიოდეს. თუ რამის გაკეთებას და მთელმა ქვეყანამ იცის ინჟინერებს, ვისაც გინდა კითხოთ, რომ თავის დროზეც გასაკეთებელი იყო, რომ დიღომში მეტრო უნდა გადიოდეს და კიდე დამატებით კი უნდა იტვირთებოდეს გზები. არამედ საერთოდ ახალი ტრანსპორტი გავაკეთოთ, რომელიც გზებს განტვირთავს. თბილისი, რუსთავი უნდა იყოს მეტროთი დაკავშირებული ერთმანეთთან. ზოგადად ერთი ხო ძველი სახლები გვაქვს, მაგრამ მეორე სახლები ინგრევა ასევე ხრუშოვკების დროც მოდის უკვე მათ ექსპლუატაციის ვადა ეწურებათ. თუ შენ იქ არ დაინახე რაღაცნაირად ქალაქის განვითარების ახლებური ხედვა, სადაც პირობითად საბურთალოზე ერთ-ერთ უბანზე არის 20 ჰექტარი უკავია 40 კორპუსს, 40 ხრუშოვკას. მათ ნაცვლად რომ 5 და დიდი 50 სართულიანი სახლი იდგას. ხო, ბევრად გასახუთივი იქნება პარკში. და შენ ხო მთლიანად უნდა გადაიაზრო თბილისი და ამ გადააზრების პროცესში ჩვენ ხედავთ, რომ თბილისი თუ რამე პერსპექტივა გაგვაჩნია, უნდა იყოს ამიერკავკასიის ეკონომიკური ცენტრი. არა, ვთქვათ, საქართველოს პოლიტიკური ცენტრი, ქოსნაცური ჩხუბით დაკავებული. არამედ მართლა მეტი უფრო დიდი ამბიციები უნდა გქონდეს. ის რაც ახლა რაღაცნაირად მიდის ბაქოში, თავისი შინაარსით და სხვა ქალაქებში მიდის, ჩვენ უნდა ვცდილობდეთ, რომ აქ იყოს ეკონომიკური ცენტრი და ამისთვის გქონდეს შესაბამისი გარემო. გვინდა ქალაქი, რომელიც ამიერკავკასიის ეკონომიკური ცენტრი არის, სადაც არა საცობები და ის რომ მანქანები შევზღუდოთ არის თავარი მიმართულება, არამედ პირიქით ახალი გზები ავაშენოთ, მეტრო ავაშენოთ, ხრუშოვკების ნაცვლად ავაშენოთ ცათამბჯენები, რომ ადამიანმა იცხოვროს პარკში და მაღლა ცათამბჯენზე. ჰაერიცუთა იყოს რაღაცნაირად და საცობის ნაკლები ქონდეს, იმიტომ რომ რამდენი გზა გათავისუფლდება, როდესაც ამდენ უსახურ ნაგებობას აიღებთ და კომუნისტებმა რომ დაამახინჯეს ეს ქალაქი, ხო ვიცით. და ეს რომ გამოსასწორებელი ესეც ხო ვიცით. დიდი მადლობა.